გამარჯობა ხალხო, თქვენთან ისევ ალექსია და მოგესალმებით ახალ ვიდეოში. როგორც ყოველთვის ჯერ ლაიქი მერეყურება, აუცილებლად გამოიწერე არხი თუ ჯერ არ გაქვს გამოწერილი. დღევანდელ ვიდეოში იქნება კამისა და ტაიროს ბეთლი, ასე რომ სკამებს მოიჭიდეთ, ასასე ამ მონოყურებას გისურვებთ. სანამ დავიწყებთ, არ დაგავიწყდეთ ჩემი ინსტაგრამის გამოწერა და აუცილებლად შემოდით ჩემ Discord სერვერზე, რომლის ლინკიც იქნება პირველ ხაზად აღწერაში. Discord-ი არის idеალური ადგილი ნოტიფიკაციებისთვის, რადგან YouTube-ი მაზავს ხოლმე სტრიმების ნოტიფიკაციებს, ვიდეოების ნოტიფიკაციებს. იმისთვის რომ არაფერი არასდროს არ გამოგჩეთ, აუცილებლად შემოდით Discord-ში. აქ მაქვს ცალკე ჩანელები ნოტიფიკაციებისთვის, ასევე თუ გიყვარს ყურება სტრიმების ჩანაწერში და ჩანაწერებს აღარ ტოვებ ხოლმე public-ზე unlisted-ზე არის. ამ ჩანელებში შეგიძლია იპოვო საერთოდ ყველა სტრიმის ლინკები და გადახვიდე უყურო სასიამოვნო ყურებას გისურვებთ. ამის გარდა ბევრი საინტერესო რაღაცა ხდება Discord-ში, მეც მთელი თავისუფალი დრო Discord-ში ვარ, პრინციპში შეგიძლიათ იქ მიპოვოთ და ძალიან გამიხარდება მეც და ყველას თუ გახდებით ჩვენი Discord community-ის წევრი. Instagram-საც თუ გამოიწერთ, საერთოდ ოქროები იქნებით და ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ. დავიწყეთ. Yo! ეს არის PvP Flows მესამე სეზონის ნახევარფინალური ბეტლი შევქმნათ ხმაური MC ჩემგან ხელმარჯვნივ ჩემი სიტყვის ფასი უკვე ყველა მიცის უდავოდ ვარ ცუდი ჯარის კაცი პროექტი დავტოვე უმამოდ არ ვაპირებ დიდხანს მოსმენას აქ შენი წლიකිნის დღეს ვაფუჭებ კიდევ ერთ რეპერს კოა ახალს მიყიდის ყველა ბეთზე მახსენებ და ტიპი გადამეკიდა ეხლა შენ წინ მდგავარ ხო და თქვია ბარაყლე გინდა ეი ნახოთ აბა დღეს რა მოიტანე ანდრალაინი მისგან მოიფარე ისეთები გელოდება რამე მოიფარე თუ გინდა მთელი გენგი მოიხმარე ხილოდ რამე არ წაიღო ბოი ბრუტალურია თაირო ბოი უსახურია შენი რეპი და მომის მინე რამე გაიგო ბოი ენერგიას გაცლი კი არ გებეცლავები შენ არა ხარ ნიკოლასიდან უმეტესლავები გონი სწორად გათვალე რომ ლეზე აგიხოლებდი აბა თქვი ლომი ლამპარდი და ლამპიონები შენი ლოგოპედი ვიცი შენ სწავლებას მემანდობს ლეკვილო მისასწორია მაგრამ ეს სწორად ვერ ამბობს ვიცი ხალხი ეკრანებზე რატო ჩართავს დღეს ამას შენ რა უნც კამანდას ქიფავს როგორც ვოლტის რეკლამას ხო და ვერაფერს იზამის ეს რომ მე გამაგვირვო ბიჭუნი თითქოს ყველაფერი კარგი მაგრამ მაინც ერთი წუნი რეპერი დიდი ეგოთი დაბალი ფასით ორსულობის ტესტიც მოგიგებ და შენ ორი ხაზით ხო და არ ვარ სადისტი მაგრამ მიწევს რომ გაწამო ამ დღის მერე უნდა გაგიჩინო ჩემი ფობია შენ ფეხებს ვერავის მოჭამ ამიტომ აღარა წვალო ამდენ დაჯმას მოტივაცია რომ მოგსეჯობია ჩემი ლომი ხარჯოტია ცადე იწვალე ჯოტია ფიქრობ ჯობი ხარჯოტია რამე იწამე ჯოტია შენი fake აგრესიულობით ვერ დამაბოლებ პროვინციის ლომო ხონის მარშრუტკას გაგაყოლებ ეი თაირო ჯერი ხომოდა მაგრამ გადავიდა ხო და მე რო დამინახავ და იცოდა შეეშინებოდა მაგრამ მაინც მოვიდა და რა უნდოდა კამის არ უნდოდა მაგრამ გაუსწორდა ვიცი ეხლა მიზნებს ხედავ მიზნებს დაისახავ და გიორთ კლავს ათვალეს და ჩემ ხლეს დაინახავ რას ამოგეკავს თაირო რას გამახსენებს შენ რამდენი ფანიც ყავს იმდენჯერ ბეთლზე მახსენეს ტექნიკური დეფიციტი უნახე შენს რაუნდებში შვილო ისეთი ტექნიკა მაქვს იყიდება ზუმერში ხო და ბიძე ვარ ცოტა ჰიტა IQ-ზე მოტაფრინდა 19 წლის ბიჭი და ღვინდა შენ ჯერ არც კი იცი რა გინდა ეს დღე მონოჰოლში რჩება როცა შენი ტირე მე ვარ ყუმარ თაიროს ტერვები შევიწირე შენ აქ არა ხარ ცხოველი ეგ უბრალოდ სიმბოლოა შენ მარტო მაშინ ხარ სისხლიანი როცა თვის ბოლოა და თუ მკითხავენ როგორი ბეთლია ვიტყვი რომ პროსტა წავა თაიროს ძირი გავამწარე და კენწეროში ჩემ ხალესავა Хорошо. Სათვალე მოიხსნა კი დავინახე. Hey yo! პირველი რაუნდი MC ჩემგან ხელმარცხნივ ნუ აი არ ვიცი რა ვთქვა რა. ეს ვერსია ხა მიდიყო კამისგან რა, იმიტომ რომ წინა ბეთლში რა ვერსებიც ქონდა იმასთან შედარებით ეს მიდიყო. უკვე იმ ბექგრაუნდიდან გამომდინარეც ვაფასებ რა, რომ ეს ეხა არისო კამის საუკეთესო ვერსია რაღაცები. არ გამაკვირვა თაკ არაფერი. იქ რაღაცები იყო, იქ დამევასა. აქ ნაკლები იყო რა. ეს ეხა ეს ტაიროსი ვაფშე არაფერი არ მაქვს მოსმენელი. საერთოდ არაფერი არ მაქვს მოსმენელი. ნუ არ მახსენდება რა ვიცი ხოლმე. კაროჩე, ია. შევქმნათ ხმაური! აი? Давай. Я,
დღეს მინდა რომ 7 ვიყო ვნახოთ რა გამომივა მინდა ჟური მხმამე მომცეს ვნახოთ რა გამომივა შევედი ფლოუების მარკეტში ვნახოთ რა გამომივა ამ ფასად დიქციას თუ დაიკიდებთ რა გამომივა ეკიმა მითხრა რომ ხმები თავში არ არსებობს მაგრამ მიყვარს ეხმები მე მიხსნია დღეს როგორ უნდა მოკლა დანიტა გაცალო განიტა გამპრიოტიტები თუ მწარე ზედმეტად ემოციურია kinda Em condescena magit contrevino porma Tons aramacevino shetsukna ichos men ტონს არ ამაწევინო ტონს არ ამაწევინო ტონს არ ამაწევინოდ ბიჭო Mokla danita gazzalo ganita campriotitები თუ მწარე em condescena magit just no offense just contrevino porma Tons aramacevino shetsukna ichos menatემას დავდებ თემაზე ერთი ძარ გამომრჩება სადაც და როგორ გირთხამენ როცა შენ მესოფლის დედას ხნავ მაგ დროს ნაშას გითხნავენ იმიტომ შექმენი კამი რო შენ გეზისება აუტო ანუ რეალურად ტრაკი არ გაგამიტო დღეს დათმობ ვიცი როგორ გეშინია ვხედავ არ გაფასებენ ხელს არ გართმევენ ბოზორამდეს ბედა ამ რეპერებმა შეცეს კილოს გაჭვით დასასა ფანჩი არ აქვს ფლოუ გააცინე მოიგეშ გაჭვით ეს არ არის ადგილი სახუმარო შენი კუმირის ფლოუ ტიგებაზები და კოპირებულო რო გამხილო ერთ რამეს კარგად გაგიმარტო ბარე მაგ დახადა რაღაცო დაგიმალო შეშეშ შენ ხო ის ტიპი ხარო იქნევ ბიტას ვისი სახელით ჩვენ გვესმის აბაუნსებს მანქანას კამი კამაჯი ეს მოდა მთელი თვეები ამ ხალხს ისე გამოყლევდა ფიქრობს ქურუს აკეთეს დისავს და კიდე შემოვიდა ქალაქიდან კარი გურუბუტაიში კამის ათხარ კამი არ ჩანს აწახვედი ვიცი ისე ვაკხარ და ჩემ ციკლეს სახით ჩამოკვეგი ეს თემები და მოყვარეობაზე არ გირთხამს მაგრამ აქ ისეთებიც რომ გავაჟღერო სოციუმი გაგრიყოს და მე საფექში მოხდება რა გეტყვია მაგრამ მარიში ბევრი მტერი მაინც ფარეშობ გამეშვი თუ არ გაგტრაკი ერთ ღამეში დავანდრიე რაცა შალევ დამიშლი ბაზარს შენი აგებ ძალიან ბევრი ეშლება ეს განსაკუთრებულია პირველად ვნახე ტიპი ვინც ორყლიანია და ნახეთ შენი იყო ტიპი ერთი დღით და ბიფში იმას ამბობს 4-3-3 დგას უკან შიქხუ არ გაგმართლა ბიჭო ესეთ ნაპას რას უთყავ უნდა გტკიცო არ და მიწყო პინო ჩემ ბავშვს არ უთყა მე ვინც მეტაკება უტვინო ან ცოტა ჯიქია ჩემები კეცავენ ტიპებს ვერ გიშვალის ჯიქია მე ვინც KFC-ს ყრილ ნუ აცუნებ ცხარებთები მომიტანეთ იც ცოტა გიტკაცუნებ მოდი დღეს მშობელი ვიქნები და რჩევას გაჩუქებ შიშის დედას შევეცი შვილო ტრაქს ნუ გააჩუქებ კამი ცოტა აი ბიჭო კამი ცოტა აიჭრა ეგრევე რაღაც მომენტში რაღაცა ლაინი იყო ნაშაო მეზობელიო რაღაცა და მაგაზე მაგრა აიჭრა აი შევატყე იმენა კამის როლზე დადგა რომ რაღაცა თემა მანდრა ბიჭო მე ნახე ერთი უცნაური რაღაცა არის PvP-სთან დაკავშირებით რა ნახე ერთი ძალიან უცნაური რაღაცა არის რა ყოველთ ანუ ვიცით და ყოველთვის იძახიან იმას რომ ჩვენო ვართო ძმაკაცებიო ჩვენო ვართო ერთი ოჯახიო ჩვენო აქო ხუმრობთო და ის სერიოზულად ყველაფერი არ არის და ისა და ესა და ესა და ესა მარა ამ დროს ვიღაცას რაღაცას უბაზრებს იქ რაღაცას სადღაც ხდება მე ვეღარ გავიგე ანუ ძმაკაცობთ თუ არ ძმაკაცობთ თუ რასაკი ანუ weird მე როდის მოვიგე PvP მე როდის რა მოვიგე გინდა გავიდე და მოვიგო კაი ხო არა რას მოვიგე ბიჭო ორი სიტყვა ვერ დამიწერია აუ გთხოვ არქნა გთხოვ ეგ არქნა კამის პირველ ბეთლში ქონდა ნათქვამი ხო ანუ არ ვიცი მე ის შიდა სამზარეულო არ ვიცი არც მაინტერესებს მე პროსტა კითხვა ლოგიკური კითხვა დამებადა რა ხო ვიცი რომ ყველა მეგობრობს ყველა ძმაკაცობს ყველა კარგად არის ერთმანეთში ხუმრობთ სერიოზულად არ ხდება ეგ ყველაფერი და შეურაცხყოფას არ ვაყენებთ ერთმანეთს და მეგობრები ვარ და რამე და მე უცებ აი ჩატიდან ვიღაცა მიწერს რომ ვიღაცას რაღაცა გაუბაზრა რატო თუ მეგობრობ ძმაკაცობთ რატო რავი ხო მარა რავი იტოქში კაი ყლეს დაიკიდეთ ეგ თემა ეხა ძალიან სიღრმისეულად მაგ ყველაფერში კამიმ გააძრო Sky-სთან ბეთლში ტაირომ ისეთი რაღაცა გამიძრო რაც იცოდი მარტო შენ ხო ანუ ოკეი კაი არ მაინტერესებს შიდა სამზარეულო და ბიფები და რაღაცეები მე არ ვარ ის ტიპი რომელიც ხა ბიფებს და რაღაცეებს განიხილავს თვითონ მიხედონ თავიანთ საქმეს პროსტა ლოგიკური კითხვა იყო ყველა ხო ისა რა ქვია რამე freestyle გვინდა beats-ზე bro not from me I'm not a fucking battle MC მე მკითხეთ ყველა პანჩი ვიცი ვის გამო იყო bro შენ რაღაცა ზედმეტად ჩახედული ხარ ამ თემაში
ზედმეტად. თავიდან კარგად დაიწყო, მეუცნაურა, პროსტო ზედმეტად ემოციური, რაღაცნაირი იმას აქნა. მე ერთ ლაინზე გამეცინა რომ ეხა ხმა ტონი არ ამაწევინო, როცა უკვე ყვირის, ის შევარდნაძის ის გამოხსენდა. ნუღრიალებ თუ რაღაცა გეტყვი. და ძალიან ბევრი შეცდომა ქონდა, წამდაუწო მავიწყდებოდა სიტყვები. კარგად წამოიღო, მაგრამ უпростоრეთ კარგად წამოიღებდა, ამდენი შეცდომა რო არ ქონოდა. თორე არ ველოდი. მე მეგონა რომ ვიღაცა პროსტა ისეთი გამვლელი იყო, NPC MC იყო, ამათ შორის კიდევ ერთი რომელსაც კამი შეჭამდა. Just. მაგრამ არ ველოდი. NPC მეგონა, მაგრამ არ ყოფილა. სუ ეგეთი ემოციურია, პროსტა არა, არ ვიძახი რომ ცუდია ემოციურობა. კარგია, არ ველოდი ეგეთ ემოციურობას, უფრო სხვანაირი ტიპი მეგონა. სულ ეგეთი ემოციურია, პროსტა პირველი რაუნდი აშკარად ჩააგდო და დანარჩენ რაუნდებში ეგ დეფექტები თითქმის არაა. კაი, მოусმენთ, ნახავთ. დავай. შევგნათ პირველი რაუნდებისთვის ხმაური. ეიო! მეორე რაუნდი. MC! შემდგა ხელმარჯვნივ! აქეთ ალექსი წელავს, იქით კოაცვეჩ. ბანალუროლა წირაკო შენ აქ აღარ იქნები შენ ბანძი ჰოლივუდის ფილმი მე ვარ შენი ტიტრები ჯერ 11 საათია ვნახოთ სად გაიქცევი 12-იც რომ გახდეს მაგაზე ყლედ ვერ გადაიქცევი ეხლა მე აგიხსნით ვინ არის და რას წარმოადგენს აქ რომ მოენძრია ვაფშე ძმას რა ეგონა დონე თაირო ნიჭიერი რეპერია ტალანტის მქონე ხანდახან მკვლელობებს და პორნოებსაც უყურებს ხოლმე დინდა სიტყობს ისაკი პოვნის თავისას მივცემ მისას მერე არა ვითარ შემთხვევაში არ ვაცილებ მიზანს კამიე პერფექტო ხოდა სულ ტყუილა წვალობ რაც არ უნდა დამატოლო ვერ გადამიღუნავ პიზას მე ვარ დასრულებული ნახატი ხოდა გამეცალე მონახაზო თაირო ოცნებობს ამაში რომ იყოს 32-იასო რაღაც ყლეობებს წერს ყოველ დღე და მე რეგონია რომ ვერსად ხიდის შენი კარიერა შენი თმასავით ვერავინ გაიგებს საით მიდის კარგი ნიჭის კარგი გამომგონებელი ვარ ხოდა მერიდე რასაც მე დაგიწერ ნახევარ საათში შენ იმას უნდები მთელი დღე მე მერიდე თორე პატლეცი შენ აბოზა რომ მე მთელი დღე კეთილი ვარ მაგრამ თუ გავბრაზდი მე მაპატიე ღმერთო შემინდე თაირო ვნახოთ ამ რაუნდსაც გაურითმავ ისეთი ყლე ხარ არტისტებს ივენზე შუქს გაუტიშავ დამსახურებულია თუ ჩემცი ხალხი იმატებს აკაპელას ვიბაზრებ თუ ჩაგვიქრობენ სინათლეს ბითი არ მომწონს ეხლა მივხვდი აი ვუსმენ და ვერ ხვდები წინა ბეთლში კამის ვერსები ძალიან მომეწონა და აქ რაღაცა ნიტოა და აი ვუსმენდი ეხლა აქ და მივხვდი რომ ბითი არ მომწონს იმენა აი რაღაცა ის ვიოლინოები ბიჭო ვერ ვკაიფობ ჰიპ-ჰოპის ინსტრუმენტალებში რაღაცა საორკესტრო იმეებზე არ ვიცი ჩემი გემოვნება ალბათ მე ეგეთი ბანძი გემოვნება მაგრამ ვიოლინოები რაღაცა ორკესტრული ჩასაბერები და რაღაცები არ მომწონს აი ბიტმა ეხა აი ამ მომენტში ეხა მივხვდი რომ ბიტი მიპუჭებს იმას რა ქვია ამ ვერსს რა ანუ ის არის რაღაცა სემპლი არის ვიოლინოსი თუ და შეტრიალებული და რევერსებულია აშკარად და რაღაცა აი ვერ ვკაიფობ ეგეთ სემპლებზე და ზოგადად ეგეთ იმეებზე რა ჩემ თვალსაზრის ჩემი გემოვნებით ჯელობდა აი ჩემ პონჩი ჩემ გემოვნებას არ უხდება ეგეთი ჰიპ-ჰოპს რა ოღონდ შენ არაფერს გაგითბობს თაირო ბეთზე გამოდის რო ხალხი დაქრინჯოს მე აღარ მაქვს ბეთლების თავი მაგრამ money talks თავს დაუდებ ჯირგზე ბიჭო შენზე თესლი MC თუ არ ვიყო ჩემი სკილები უფრო მაღლა შენ კიდე დოვებ ბუკა პიკო თუნდაც ვიყო წაგებული ამ ბეთში შენაირ რეპერებს მაიცეც მე ვარ ჩემი მერჩი მე შენ არაფერს გერჩი შენ გამეჭხირე კბილში და სანამ მე მახსენებ სპირტი გამოივლე პირში თავი არტისტი გონია და ფიქრობს არის ფილმში ხოდა თუ ფილმში ვარ მე შეგეცი მე რო ემილში თაირო რეპერია ან ეფექტი მანდელა ფლოუში გაჯობებდი რომ წმებაზრა აკაპელა შენთვის უკვე ბევრია მოგვიწევს გადაწევა პანჩების განვადება დღეში ერთი არ აქცდება ხონი შეარცხვინა უკან დაბრუნების ეშინია ცხინვალიდან არ არის მაგრამ ეს მაინც დევნილია გაგიკვირდე
წერს ბეთლის მერე თუ გამელოდი და ახლია შენი დროა ვიცი ამას დიდხანს ელოდი გავიჩითე დაუნდობელი თუ ჩემი მომენტია მე ვიქნები ღვთაებრივი შენი სადაც კომედია კამი გაგა სინჯებს 1-2 პანჩი მოგეწია ტიპი რეპერი კი არა ხონის გიჟი პოეტია მე თუ კი რამე გავაკეთე ჩემი და შენი ნაშრომები აგერდა მახიე ოპონენტს გავუშვებ როგორცაც მე მინდა მწარელა ინებით მაიკი გავხიე დავალება თქვენსაზე მეტი და კვირაში გიწერე რაუნდი გათვლი შედეგი რომ გამოვიყვანო ბედი და ჩემი ვიზნებისთვის თაირო გავხვიე შარში ნახევარ ფინალში ჩარტში შენი ქნები მონოჰოლის კასილასი დღეიდან იდგები კარში ხო და დღეიდან უწაე თამაშები პიცას მესამე რაუნდში ბავშვო გათხრევინებ მიწას აი ბიტმა გააფუჭა ექსპერიენსი იმენა გააფუჭა რა ბოლოსკენ ცოტა წამოიღო კამემ რა მაგრამ აი ვერ რა რავი მეორეს მხრივ როგორი რაღაცა არის იცი ანუ წესით MC-ს უნდა შეეძლოს როგორი ბიტიც არ უნდა იყოს გადაფაროს ეგ ბიტი თავისი ფლოუთი და თავისი შესრულებით ეგეთი რაღაცაც გვინახოს რო ცუდი ბიტი იყო მაგრამ შესრულება ისეთი იყო რომ არ ბიტი ვიზღა ახსოვს აქ ნუ აი რაღაცა ეგეთი თემა არის რა აი პირველი ორი ვერსი კამისი მე იქით წინა ბეთლში ჩემთვის ბევრად უკეთესი იყო ვიდრე აქ მაგრამ პირველი იასნია რომ კამი ეხა მეორე არ ვიცი მეორეს მოусმენ აბა ერთი ტაიროს აბა დავაი ვაიმე აქ რა ტემპერატურა არ ჩერდებით ზად ვართ გავაგრძელოთ მეორე რაუნდი MC შენ ხალმარცხლი აუ ყელი bro შენში კარგი ვერ ვნახე და თუ რამე გაგეგეც მოუსვი დღეიდან იფლექსავე ხარ მოთხნული თაიროსი პოსტალიონ ბიჭებს დავხდით და ავახიეთ ჩაი ჩეხავს ერავდალავ ხერხავა გეყოფა კაი გამიუტარებს ისე თუ დარებს უთხრამს გქოვაგნუ შემდგები გამიშენი და ჯეხილი კაცის დედას შევეცი პროექტს უნდა ამან გამაგდოს და გამოიდა ყოფა მე გაგეგე ერთი წამი დავზონაუთდი ძალიან თავიდან აი ბაზრა ვერ მოусმინე შენში კარგი ვერ ვნახე და თუ რამე გაგეგეც მოусვი დღეიდან იფლექსავე ხარ მოთხნული თაიროსი პოსტალიონ ბიჭებს დავხდით და ავახიეთ ჩაი ჩეხავს ერავდალავ ხერხავა გეყოფა კაი გამიუტარებს ისე თუ დარებს უთხრამს გქოვაგნუ შემდგები გამიშენი და ჯეხილი კაცის დედას შევეცი პროექტს უნდა ამან გამაგდოს და გამოიდაროს ფინალში ერთი ხმა და ორი ფლოუ გამოიტანოს ნაბოზარი ენიდგანა ჩენი გამომიტანოს ისი არკნად მოგიტყნათ და უკან გამოგიგზავნოთ მოსკა ეუბნება ბანის რეპერებს ეტენება ამ დროს გვერდით ყავს მაკაცი პროჭი არ ეკერება აქციებზე ბანისთან რა გეი პორნო მომიწყე ტრაქზე ნუ იხევი ისეთ ხოვე რატის მოგიწევს რაო რა უკნა ესა თასლი რო არ გამოდის არ გამდისო ეს რა მითხრა გეკითხები თავიდან არა მომდისკო დღეს ვერ დაყრი ბომბებს ნახდი ოსამა მე უკან მიდგას და გაჯეით ნახზე საფასუხო ცენ რა სიზამ კარგად იცია გარიდეს კონტრატორე რა უნდა და მაიკლას გამოსtilebში უნდა ჩაისვას ტიპი ვინც გამოსtildeა მითხარისად გაიზარდია შენი გამოტივია გამნებერ გაგაჭარეს არა უნდა მოტივიან ხოსი გამსაკ მისკდება მარტივია მაგრამ ისევ ხატა ომბიტებზე გოვერ მოდელიას და თან იმდენ რეპერს ბაძავ ფიქრობ რო ხარ ქენიე ლამარი თუპაკი ბიკის მომდრავალი ვასელინის ოვერდოზი ფიქრობს ნიკის უკავ გოვარ ანუ ეც მაკაცები ეგ მაგათმაც კარგად იციან რო უძრებია მიტო ვარ ცერცეფასები ნაინა მიმდენ ჯერ თქვა რო ეს ბიჭი შემოიზარდა წინა ბეთლზე შევამჩნიე ცოტა დაგიბოხდა ხმა მოდი დღეს თამაშს მე შემოგთავაზებ ეხლა რასაც ვიზამ ჩემყლეს იზამ ანუ წააგე არ არსებობს უეცემი და მე რეპერზე ვევდგები და მიგდეთ მაიკლა და ვანახო ნახდი სიგიჟე მოგაგდებ ესვიანად დავდე შენი გრეხები არ მინდო და მომიწია ჩათვალე შენ მიბიძგე ოპენიარზე ოცნებები ხდება ბანის ინდგება ეგ ფეისოფი აქვე მოკვდება ბავში მარტოვდება დღეს მე მარტო კამისარა შეჟიყობ ბავშვს ვწყნავ ერთხელ თუ მოაწევინებ ტრაქსაც მოხსებს თანახმა ამის გრეხები აურაცხელია დაიროს აურაცხელია ხო არ შევა გოკმარაცხელია რომ მოვიდო დღეს ბეთლი მაგრამ მე ეგეც არაფერს ვეთფი მიზანი ერთზე მოვყამ პლენბი ერთი კამი მყავს ბეთზე ბევრი კამი მყავს პენისში მე რა შუაში ვარ შენივე ცხოვრები ჩენივე თავი
წავიდა ხუპე იმიტომ აწვევით ისებს რომ იცი შენ ტრეკებს არავინ არ უსმენს პროექტის მაკაცობა მაგრამ კიდეა მოვა და დაგიგრეთ ფუდეს ჩვენი ავტოსახში ბრაზდება როცა რეპი ხმის გამო დაუწუნეს შენ ნაიდებს კარგად ვიცო პრესის ახეზე და დაფქვავს არა არ ბაცავ კაჰაზეს მანერები საიდან დაკ შენი მედი გაკეკოს ვიცი მარა დღეს ხმებს დაკარგავ თელ პროექტს მარტო ფაქტავ გინდა რომ მოვჩეკ დანჯავ ია ერთხელ ვერ ვიბაზე ყურში ირეო და მეტრონომი ფაქტები ვინც არის ბაზოს ხნავდეს მთელი მონოჰოლი ბანისთან დიშიც ვერ ატრაკებს გაისახელს იყენებ არც ერთი ვარდ გეი ნუ გვიწვრები ვერ აგვიყენებ შენაირი ძალიან ბევრი ყავს და ნახი მე შეთან რა უნდა დავთმო ამდენი რეპერი ვერც ერთი იღებს ხმასო ძამდენი რამე ყარს შევეცი PvP flows as to flows and მეტად ხუმრობა ფასობს შევეცი ხმებსაც საკუთარ დავტან ისე და ჩემპიონი ვარ ბიტი ჩარტე ბიჭო როგორი შტაბეჭდილება მრჩება იცი თან უცნაურია ანუ თან თითქოს და არასრულებს ცუდად მაგრამ არ მომწონს რატო არ მომწონს იცი თითქოს შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობს მაგრამ თან არ უნდა რომ მიაყენოს აი რაღაცა ძალიან სტრანია bro აი თითქოს უნდა რომ რაღაცა შეურაცხყოფა ისროლოს მაგრამ პროექტი უკრძალავს მაგას და მაგიტო არის აი ეგეთი შტაბეჭდილება მრჩება just ძალიან on the line არის თითქოს მთელი ბათლი უსმენ ისე თითქოს აი ხა წამოწდება რაღაცა ისეთი რომ აი რა ვიცი ჭუბი ატყდება ძლიერი ვერსი იყო კი ბიტი მე არ თვითონ ბიტი არ მომეწონა მაგრამ აი რაღაცა აი ძალიან თითქოს რაღაცა პროვოკაციას ცდილობს პანჩებით რაღაც ანუ უცნაურია ხდები ზედმეტად აგრესიულია ანუ მთელი ამ ვერსიის განმავლობაში იმაზე ვღელავდი რომ ეხა რა ვიცი ან კამი მან საიდანღაც იმიდან ხალხიდან ვიღაცა არ გადაწყვეტეს და არც ემოს. მეთქი აეხლა იტყვის რაღაცა და კიდე კაი არ თქვა. აი ეგეთი შტაბეჭდილება მქონდა. იმენა შემეშინდა ძმა რა ვიცი. თან გეუნოი თან მომწონს შესრულება რა მე რომ მომწონს თან არ მომწონს. ანუ ძალიან mixed feelings მაქვს რა. იმის და მიუხედავად რომ თქვი რომ წინა ბეთთან შედარებით ეს ვერსები კამის უფრო სუსტი ქონდა, აქ მე უფრო კამისკენ ვიხრები რა პირველი და მეორეც. მეც მის ხვდები რომ ძლიერი ვერსი იყო ეს ამისი მართლა ძლიერი ვერსი იყო უცნაურია რა აი ვერ ვიტყვი რომ მომეწონა რა ეს ვერსი ვერც იმას ვიტყვი რომ ცუდია თქო ან ძალიან mixed feelings ვარ აი ძლიერი იყო მაგრამ აი ბიჭო არ ვიცი მაგას ვიძახი რომ აი ძალიან mixed ვარ მაგაზე რა ჯერი პირველი ბეთლი არის რომელზეც აი ესეთი დამაკრია ბაგავ რა Yo! Agla sigi შეხდება. მესამე რაუნდი. MC! შემგან ხელმარჯვნივ შევქმნათ ხმაური! გასაიდუმლოებული რეპერი ხარ ამ დღიდან დაგარქვის საიდუმლო და სამარეში ჩაგიდან ეი თუხზეა თაირო მაგრამ მე კი წაითო მაგრამ მე რო დამინახა რომ წამეჭირა თო მაგრამ იპეთლავებო და მეთქირა თო მაგრამ თაიროსგან გავაკეთო კარბონარა მაგრამ არა მე ჩემს სტილს არ გადავუხვევ პანჩები სხვა მაქვს შეთქმული ფლოუში და გაფუთხებ თაიროს აქამდე რაც დაუწერია დავუხევ და მოემზადე შვილო რადგან დღეს არტისტად გაკურთხებ ერთი კარგი პანჩი არ მახსოვს რომ სადმე გაგეძრო ფლოუ და მავალამ ზედრო გადაგაკეთო ჩემგან პანჩლაინების ყიდვა თუ გინდოდათ გეთქვათ გვაქვს ორბარიანი ოთხბარიანი რომელი გნებავთ ეი ამ რაუნდში მეთამაში გასტრობა ნამოდი ბავშვობა რომ მოგანატრო შენი ამაუში ვერაფერმა ვერ დამღალა ხო და დანდობა მინდოდა რატო შეი ყავი რამე სხვაც მოკიდე ხელი შენს მერე კიდევ ერთ რეპერს ველი კიდევ ერთი რეპერი არიქში არ მინდოდა გავიჭიდე თქვენი მწვრთნელი შენ არ ჩვევია ლოცვა ჩემ რეფერენსებს ადრობ ჟიური ბრამდენი ხმა მომცა მაგრამ ჩემი ხვით ბაზრობ მე ვარ იმ ტიპებს შორის ვიც მართლა ჯოჯო ხეთი ნახეს ანდრა შვიდი ერთად ბიჭო მარტო მე მოგიტყნავ სახეს მაჰალი ევერესტი ყოველთვის ჩანვარ თოვში შენაირი რეპერები და ხლებზე აწყვია მოლში წინა სეზონზე რო გაგულავე სიზონოფში ეხლა ყველა წავალთ ბათუმში და შენ გააჯვავ ხონში მოემზადე და ჩემთან მოგიწევს გამოცდა რუსია ვინც აგევასა ყველა ყლერატო გამოდგა ამ შევრო არ გაგიმართლა ეგ დუხი ჩემთან არ გაჭრის კამი ხა ფოკუსნიკია და თაიროსაც გადაჭრის ჭრია მემსებს ჭერში ვაწყობ ხალხი ამბობს მადლობას შითავლექსებს შენ ვინ განდობს მერე აგიხსნით მე და თაიროს განწყობას მე უბედურების არსეს კიდე პროსტა ჩამოკნავს ისეთი ხლევერსები აქვს ყოველ ღამე განიცდის ბიფი აქვს ბანის თანოღონდეს ბანი მაც არ იცის შენ დიქციას რო უსმენ
ჩვენ ყურები სხვაგან გამირბის თაირო ინგლისურია როგორც წერსისი არის თქვის იჭიმება თითქოს რეპერები ყავდეს მოკლული ლირს თუ ვერ იძახი შეეშვიეს დედა მოწყნული შენი თამაშობისე რომ არ მჭირდება კონსოლი ისე გატრიალებ ამაყობს პროექტის სპონსორი ხოდა მიდი ჭამე შებოზო ანდა არ გინდა გადასარჩენა ჯობს რო ილოცო ასოებს ვერ იმორჩილებს რანაირი მწერალია გინდა კონდეს მხარიასო მაგრამ მეგეც მემაბია შენთან არ მაქვს მორიდება პრობლემა გაგალობასთან და თუ რამე მოგინდება და მელოდე კალიონგასთან ლირიულად პირში გაზლევ არ მჭირდება პრელუდია თან მღერითან ამბავს ხვები ვერ ისუბნის მელოდია ერთ შეეშალა, მაგრამ overall კაი ვერსი იყო. ეს ჯობდა წინაორს. წარე პანჩი არა, მაგრამ მე თავის თავს ვადარებ, რომ პანჩებით კი არა, ზოგადად ვაიბით ეს ჯობდა ჩემთვის წინაორს. იმის და მიუხედავად, რომ აქ ხო პანჩები ეგ ზედმეტია, ხო, ერთ და იგივე ეს გაძრობა და ერთ და იგივე, კაროჩი რაღაც საბავშვო ბაღის თემა, ხო, ეგ ცოტა ზედმეტია ბაზარი არა. მაგაში მართალი. ხო, აი ხა მესამეს რომ მოусმენ, მაქედან გამომდი, აი, კაი, ეხა ვაანალიზებ, რომ მეორე ძალიან ძლიერი ვერსი იყო, თაიროს. Просто პირველში ძალიან იცოდვილა რაღაცეები, ანუ ძალიან ბევრი შეეშალა. ბიჭო, აი просто მე ვერ ერთადერთი როგორც შემიძლია რომ ავხსნა მეორე ვერსი ტაიროსი მე ვერ იმას ვქენი, რა ქვია, ვერ დავამუღამე. ჩემთვის იყო ცოტა ზედმეტად რაღაცნაირი პროვოკაციულ რაღაცნაირი რა. აი ეგ არის. პირველი კარგად დაიწყო, ტაირომ გამისწორდა, ცოტა რაღაცეები დავამუღამე, რაზე თქვი მეორე ვერსზე, მაგრამ უფრო ლაითად იყო მეორე ვერსი ძალიან ბევრი იყო ის რაც რაღაცნაირი იყო ჩემთვის. Просто რაშია საქმე იცი? Просто მე ვერ მივხვდი რის მიღწევას ცდილობდა მაგით რა. ანუ შეიძლებოდა რომ just punch-ის პონჩი შეიძლებოდა რომ აეგდო მოწინააღმდეგე შეიძლებოდა რომ რაღაცა სპეციალურად რაღაცა ისეთი ეთქვა, ანუ ვერ დავამუღამე. თემაში არ ვარ და არ ვიცი და მაგიტო ვერ დავამუღამე რა და ჩემთვის ცოტა რაღაცეები ზედმეტი იყო, მოდი ეგრე ვიტყვი. არ გაგნიჭი დღეს თავი გაწირო ნუღა კამიკაძო პროგიხურებ მგონი ხლე კი არა კამიკაცო სალამი ვის ვესაუბრები მომეკალამი დასახებია ფურცლები შედეგები შეიცვება ამას ვერ შეგბირდები რადგან გინებით შორს ვერ გაფრინდები მოვედი რომ დავანახო პატენტებს ვერ მოიგებს ვინ ჯუტკებს ეწერს ამ ფეიკების განახებს სახებს ვინც ხალხს ხვანაირად დაჯვენებს პროექტში რო ხედავენ დარღვევებს ნეტ არ არის მიზეზი მაგის ალბათ ისო ისები მეორებ მანერებს და ძვერჯინა ფუთხი ჩანდი მე მინდა რომ გაჩვენო არ ხარ ღირსი ჩემპიონო ფრის და არც ხარ წმინდა იმდენი გათესლეს ხეზე ვერავინ ვერ მოგწმინდა შევეცი შენაირ გმირებს ხალხისთვის თავს ვერ გაწირავ იმენტი შვილსაც შევეცი ვინ სახში შენზე გადიდა განავიბრალებ რო ვარ მერკენის უბრალოდ ვწდები და ვთხნავ ამ ტკივილს ეს არის მიზეზი გმირი ვარ ფილმის მიზეზი რატო დავიკამ გვირგვის სწორი აღქვა მაქსიმუმის რაც აკამდევთ ესე დღეს ვიმკი ისე მწარეთ ვეხები ამ ბოს ბიჭებს უკვე ამ კიდეშიც ფეიქრებერებს დისავრად დავათხარ რა გამოდის თუ გადისავ პოზებს მეწოდინება რომ გაპოსტი ნუ ახსენებ ქუჩას როცა კამერებში ერთადერს გაუძლებ და ისიც აკარტურას ხელში დღეს მე და კომპლექსებს შეცადე იქნებ გაიხსნე ბეთლის მერე მე გასავლი ლიფი როგორ გაიხსნა მეთქი ხალხსაც ვაჩვენე ფოტოს რო პოზიორობს ლიფთან ერთად უკვე არ მჯერა რომ ცხვირის გარდა რამე გრძელი გაბია ფა ვაგვარა ხდება ბროსკი რაზე პასობ შეხარ კამ შენი ბაზარისა კარჯერა არავის შენი ბაზარია ფა იმის მერე დაიწყე ტრაკის თამაში რაც ერთი დისი გავარდა ტიპირა ფანზია ქუთაისია ჯომდა ეს უსტაველსია ვარდა ვიცი გინდა იყოს ახეს ნუღა ჭიმავე ვერ ხარ მამა ფლექსი ვერ ხარ ხამძად ჩიმაევი ბათუმი ჩემ უკანაკეთ გადებ ჯადოსეი ვისაც უნდა ომი ჯობია რომ დათმოსეი არ გაგიწყდეს ნაში სამბავს აგიხსნი რა პონტია შენ რო შეყოფსად მე იქ თავიდან შესაყოფია ვიცი ბევრი რამის დღეს მე და გიტოვე ფობიასა და მოსკ ამასთან როგორც მაკაცო ბოსია კამდერას თუ აფეილე გამოვედი და ეთხეში დავდე რომელსაც იმის ტრაკი რო წამართოს მაყუთი წავიღებ ბანკსმენ ამ რაინების პარკაში პიტად და ვაყრევინე ფაქტებს
მე რიაკამდე ჩემგან მოთხნული რეპერების სიაში ჩავწე ბათუმში ბავშვები მაჯერებდნენ მხოლოდ მომეგო თქვენ გამო ფინალს მათ ჩამოვიტან ცოტა მომეც დრო გრეხი იმდენი რომ მებაზრა რა უნდა მომეთრო პინო შენ ბავშვს აგერ პირში ვაძლევ ხო ის მისეკოც მოდი შევაფასებ კაი ვართან რაღაც დამაკდა და თუ ეგრე მაშინ ამ რინგს მაინც ტოვებ ამაყად ან გონი პინოს ვირთხა თავის სოროში ჩავაგდე მაშინ მოდი არ დავინდობ ბარემაქვე დავმარხავ მოუტყან თქვენი ძალა მირჩევნია მართალი ვიყო მოუტყან კამერებიც რადგან იმას გაჩენს რაც არ ხარ მოუტყან არტისტი ვისაც უდევს და ვერ გამოიღებს და თუ ეგრე ღრმად გიდევს მინდა რომ უფრო შეიყო ბევრჯერ შევიგინე მაგრამ რა უკნა ძაღლმა მინდა გაიგოს რო ხართ ფეიკები და იბოხმებით რომ ერთ-ერთმა ჩემგან ყალე ვერაფრით წაიღო რა ორი წუთი დემ ერთი წამი აი აქ დავამუღამე მეორე ვერსში ხო ვერ დავამუღამე მესამე ტაირო არა მესამე ამისია უეჭველი დაჟე უკვე აღარც მახსოვს კამის ვერსია ეს ძალიან მაგარი რაუნდი იყო ანუ ძალიან მაგარი ვერსი იყო ამის განსაკუთრებით ბოლოში აი მე ნახო არ გადავ ძალიან კაი ენერგია და ის წამოიღო ეხლა დავამუღამე ეს ტიპი ეხლა რის თქმა მინდა აქ უცებ ამაზე ამ ბეთლზე რა და იდეაში უკვე ვერსები დამთავრდა აქ ვხედავ რომ კამიმ რაღაც უნდა დაამატოს მაგრამ ოკეი პირველი ვერსი კამიმ წაიღო იმის და მიუხედავად რომ კამისგან არ იყო ყველაზე ძლიერი ვერსი რაც მსმენია წინა ბეთლი რაც ვნახე მამასთან იქ ბევრად ძლიერი იყო და ბევრად კარგი ვერსები ქონდა და პანჩები და ოვეროლ ყველაფერი მაინც ეს ამ პირველი ვერსით აჯობა ტაიროს ძალიან ბევრი პირველ ვერსში ძალიან ბევრი შეცდომა სურო მაგარი პანჩები ქონოდა და ამ შემდეგ პროსტა ფიზიკურად ვერ იმიტომ რომ ძალიან მოუმზადებელი ქონდა პირველი ვერსია ეგ lose არის რა მეორეში კამი ოკეი იყო არ გავგიჟდი არ გამაგიჟა რაღაცა სასწაული არ ქნა და ასე შემდეგ მაგრამ ოკეი იყო ესე ჩავთვალოთ რომ ისიც ოკეი იყო მაგრამ პროსტა იმის ხარჯზე ვიძახი რომ თანაბრად ვიძახი რომ ის უფრო ზედმეტად პროვოკაციული მომეჩვენა ეს კიდე ისეთი რა, ანუ კამისგან მიდიყო, მაგრამ არც ცუდი არ იყო, მიდიყო, ანუ 50-50. მეორე რაუნდი ჩემი აზრით ფრედა, მესამე რაუნდი ტაირომ წამოიღო, იმენა ძალიან წამოიღო თან. აუ, ძალიან რთული განსაზღვრელი ბათლი არის ჩემი აზრით. მე ალბათ ჯურიში რო ყოფილიყავი, მე ალბათ ტაიროს ვიტყოდი. მაგრამ ტექნიკი თუ გებ, კამი აქ ყველა პონჩი ტექნიკი თუ გებს რა, ეგ არის. ერთი სხვაობა ეგ არის, რომ კამი იმენა ტექნიკი თუ გებს. კაი. ორი წუთი ეს თუ გინდა დარჩათო პროსტა ვიტყვი რა პინო ხომ იხსენე ისე ნუ მოიქცევი რომ პატრონმა ვერ გიცნოს პინო ახსენე ხო და ყალეზე გვაკოცე მე და პინოს აი არა ტაიროს მოვაგებინებდი ამ ბარის მერე ეიო მოკლედ კიდევ ერთხელ მეგობრებო ეს დღევანდელი დღის ბოლო ბეტლი იყო ეს ენერგია და ეს ემოცია გვაქვს როგორ მოგვეწენა ბეტლი ვა ძალიან დიდი სიამოვნებით მოვისმენდი კიდე 3 რაუნდს მებო მაგრამ ყველაზე სამწუხარო არ მეყო რაუნდები შენზე იმდენი რამე ვიცი ყველაზე სამწუხარო ცუდ მომენტამდე მივედი პირველ რიგში კიდევ ერთხელ ძმებო თაირო კამი ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ჩვენთან ხართ სეზონში ძალიან დიდი მადლობა რომ თქვენ მუსიკას აკეთებთ რომ თქვენ ამ ჟანრში ხართ და თქვენ მსმენელს თქვენ საყვარელ ხალხს აძლევთ ესეთ მაგარ ემოციებს და ენერგიებს ძალიან დიდი მადლობა თქვენ იცით ჩემთვის საერთოდ მნიშვნელობა რა აქვს მოგება წაგებას აქვს თქვენ რასაც აკეთებ ეს ჩემთვის უკვე მოგებაა იმიტომ რომ თქვენ ხართ ახალი ნაბიჯი და უფრო დიდი ნაბიჯი ვიდრე აქამდე ჰიპ-ჰოპს გადაუდგავს და მადლობა ამისთვის ყველა ახალგაზრდა არტისტს მადლობა თაიროს და კამის თამადობით მართლა ცოტა სადღეგრძელოსავით გამომივიდა მაგრამ ეგრეა სადღეგრძელო იყო წეჩი. ვა, ეხლა ცუდ მომენტამდე მივედით რა. ის მიმი გააძრეთ რა, კოას რო ყანწი უჭირავს და სადღეგრძელოს იძახს. მოკლედ. რენდომ ვისაც ვიტყვი პირველს, ის იყოს პირველი, ხო? ოკეი. კიდევ ერთხელ ტაირო ვაფშე არ ვიცოდი ბრო, საღო? ინა ბეტლზე ვთქვი ამ ჟიურის წევრზე, რომ ჩვენს ოქტავ ვა ეს ვის ხედავთ? რატო გამწირეთო? პირველი რატო გამომიშვა? კაი, არა უშავს. არა უშავს. მე მაინც ჩამოყალიბებული მაქვს ჩემი აზრი. და ვიტყვი რა. პირველ რიგში ხო, მეზობელია. იმის თქმა მინდა, რომ ყოველ დღე ხედავს.
ჩემი აზრით, კამი არის აი PvP-ში ყველაზე ტექნიკური MC რა, არ ვიცი, აი რაღაც ისე ჩატეხვებს და რაღაცეებს აკეთებს, რომ გიჟია იმენა რა. კი, მაკონჩი კი. პირველი რაუნდი. პირველი რაუნდით დავიწყებ რა. პირველი რაუნდი ძალიან კაი ფანჩები ჰქონდათ ორივეს რა. უბრალოდ მე ესე გადავწონე რა, აი შენ ჰქონდა უფრო რაღაც სასაცილო ფანჩები რა. ამას ჰქონდა აი რაღაც მაფლექსავა რა იმენა და походу აი რაღაც სხვანაირად მაბაუნსა და პირველ რაუნდს მივცემ თაიროს რა. მე პირიქით. მეორე რაუნდს ჯერ საიდუმლოდ დავტოვებ და მესამე რაუნდს ვიტყვი რა. რა იყო ძმა, უეჭვიცი მესამე რაუნდი ჩემი დეიდის ქმრის დის დაქალია შვილის მეგობრის ნათლიასაც იცნობ რა ყველა ქართულ ბიჭო. რავი, მეზობელია გავაკეთო რა. აი ზუსტად მაგ ტექნიკურობის ამბავში და აი ყველაფერი იდეალურად ქონდა და მესამე რაუნდი წაიღო ჩემი აზრით კამენ. პირიქით ჩემი აზრით. და დარჩა მეორე რაღაცა მე და სურიკო რაღაცა უკუღმართად მივდივართ. მეორე რაუნდი რა. აი მეორე რაუნდშიც იგივე თემა იყო რა. აი ძალიან სასაცილო პანჩები იყო აქეთ ძალიან საფლექსაო და აი ფლექსი უფრო გულთან ახლოს მაგ და ჩემი ხმა თაიროს. ბოდიში ბიჭებო ყველას რა. სად ვართ გავაგრძელოთ? კიდევ ერთხელ კასისთვის შევქმნათ ხმაური! მადლობა ბიჭებს დღევანდელი ბეთლისთვის. ეს არის მომენტი, როდესაც მიჭირს მე მოღვაწეობა ამ შემთხვევაში, ამ ამპლუაში, იმიტომ რომ ორივე MC უკლებლივ, ორივე MC ხართ ძალიან ტექნიკურები, ორივე ძალიან საკაიფოდ მომზადებულები, აქ ის ამბავი არ გვაქვს, რომ რომელიღაც ამ ბიტზე ვერ იჯდა ან ამე ტექნიკური ანუ იძულებული ვხდები ყველა ვარიანტში რაუნდებად ჩაუშალო ზურიკოს ქმედების არ იყოს. მოკლედ რავი, დავიწყოთ პირველი რაუნდით. პირველი რაუნდი, რავი, კამი აი წინა ბეთლზე ვამბობდი, რომ კამიმ აი რავი one punch man-ი იყავი თუ რაღაც და ეხა გაუმჯობესებული ეგეთი ტიპი დამხვდი რა. ანუ მე რატო უგრძნობ პირიქით? ალბათ ჩემშია პრობლემა. პირიქით. მოზე რამდენი მარტო. პირველი რაუნდი დაცხრილვით წაიღე ჩვეულებრივად. ჩემს თვალში ესეც შეფასება თამადასაც არ ქონია, ზატო ტაიროს მიცახ. ანუ I don't know. პირველი რაუნდი ძალიან ცუდი ქონდა ტაიროს. ჩემი აზრით ეგ ხო, ეგ weird. ყველა პონჩი კამი. მეორე რაუნდი ძალიან სტრანი იყო. მესამე რაუნდი იმენა ტაირო. მაგაზე ეკაიფა ბანიმ, ესე იგი 2v2-ში კამის ტაიროსთან თანაბარი ბათლი მაგრა ტეხავს. ხო, შედარებით მეც მაგას ვიძახი, სუსტი ბეთლი ქონდა. და რატო იძახის კასი ეხარო, გაუმჯობესებული ხარო, ჩემი აზრით პირიქით. კი, ბევრად ჯობდა. არა, შენში პრობლემა კამის ფანია ეს კაცი ამბობს კიდეც ჩემი ხმა ჩემ ძმას კამის. მოსყიდულია კაცო ჟური თუ რა. არა, ეგრეა, ეხა უფრო სუსტი იყო, მოიგო ეს ბეთლიც, მაგრამ ისეთი პანჩები არ ქონია როგორც მამასთან, კი. არა, მამასთან ძალიან მაგარი იყო, მართლა ძალიან მაგარი იყო. ძალიან clean და ძალიან W იყო რა. ხო, პირველი კამი, მეორე გემოვნების საკითხია, მესამე აშკარად ტაირო, ხო? ანუ ჩემი აზრით ფრე იყო, ძალიან რთული განსაჯელი ბეთლია ეს. ჩემს სიყვარულ კაცს ამ შემთხვევაში არ დავეთანხმები, მაგრამ ხო, აქ ცოტა გემოვნების ჭიდილიც ატყდება ალბათ. მეორე რაუნდი ზურიკოს თქმის არ იყოს. ვიფიქრე, ძალიან ბევრი ვიფიქრე, მე თქვი მეორე რაუნდი ვინ წაიღო, რა ხდება მე თქვი, მაგრამ რახან მესამე რაუნდი მეგულებოდა მეორეზე გავაჩერე ფიქრი და დაველოდე მესამე რაუნდს, იმიტომ რომ პირველი რაუნდი ხო ვიცოდი რომ კამის ქონდა წაღებული და მესამე რაუნდიც კამი თუ წაიღო, რა ხაზრი აქვს მეორეს ბიჭო?
ავი ორივე ძალიან ტექნიკური, ძალიან მაგარი ბიჭები, ორივეს წარმატებას უსურვებ, ორივე ძალიან შემიყვარდა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი ხმა ჩემს ძმას კამის. მეგობრებო, ეს არის მომენტი, რომელიც გიორუსიას ყველაზე მეტად ეზიზღება. რა ჩხუბი ატყდა ძმა რა ჩხუბი ატყდა ჩაჩი როდესაც მან უნდა გადაწყვიტოს რა მოხდა დღევანდელ ბეტლში. გიო, გავამხნევოთ ძალიან, გთხოვთ. პირო მე ყოა მოიგო. ჩემი ხმა ყოას. კაი, ახლა სერიოზულად. ხო რაღაცეებში გეთანხმები შენკას, რაღაცეებში ზურიკოს, რაღაცეებში არ გეთანხმებით. ჩემებურად გიო ყოველთვის იმენა ჩემ ტვინჩიზი ზუსტად იგივე სიძახის, რასაც როგორც მე ვაფასებ ხოლმე. აი ახლა მაინტერესებს რა შეფასება დადო. ვიტყვი მაშინ მე როგორ მესმოდა, მე როგორ დავინახე, მე როგორ ვთვლი. პირველი რაუნდით დავიწყებ. ფლოუებშიც, ენერგეტიკაშიც რაღაც სპონჩი ეთ დონეზე იყავით, ორივე მაგრად მომეწონა. ერთადერთი აი ტექსტ რაც შეეხება პანჩები იყო ოკეი, მაგრამ მე დამევასარო ორ მომენტში იყო პანჩების სევიდან კიდე ვორდპლეები. რაც ანუ აი ვორდპლეები რომ მიყვარს, ესე არ ვიცი ანუ რა მიყვარს და პირველი რაუნდი თანაბარი რაუნდი იყო, მაგრამ მაგ ვორდპლეები რო ჩარ. აი რა თანაბარი რაუნდი ძმა, ნახევარი ვერსი დაავიწყდა ძმას, რავი, ოკეი. და შენ მაგან გადაწონა პირველი რაუნდი შენ. სურო არაფერი არ ექნა კამის ეგეთი სასწაული პირველ რაუნდში, მაინც წაღებული კონდა, იმიტომ რომ ნახევარი ტექსტი დაავიწყდა ამას. 10 ჯერ გაჩერდა. ოკეი. მეორე რაუნდში ამან ჯერთი შენ ფლოუები რაც ქონდა, აი მაინც და მაინც მეორე რაუნდში მამის არჩეული იყო, ხო, თაიროს არჩეული იყო ბიტი მეორეში. საშინელი ბიტი იყო მეორეში. ეგ ეთყობოდა იმიტომ ხო, ეთყობოდა, საშინელი ბიტი იყო. რომ თაირო იდეალურად გზნობდა თავს მაგ ბიტზე. გინდ ფლოუთი, გინდ პანჩებით, გინდ აი გაგამწარა. აი ყველაზე მეტად რაც დამევას, რომ ამან გაგამწარა მეორე გამწარებით გაამწარა, მაგაში მართალია, მაგრამ ბიტი მე არ მომეწონა საერთოდ. რაუნდში არ მახსოვს ვინ გაგამწარა ბოლოს. და უეჭველი მეორე რაუნდში შენ დააკელი, შენგან ვერ დავინახე მეორე რაუნდი თაიროს. ეხლა რაც შეეხება მესამე რაუნდს, ორივე ძალიან კაი რაუნდები გქონდათ. ორივეს გქონდათ ძალიან ტექნიკური რაუნდები. თუმცა რაც მოგწონს სუბიექტურად მარტო ეგ ხო არა ტექნიკურად და შესრულებით გადაუარა კამემ სამივე რაუნდში და ჩილაუტ. მაი ერთი წამი. ტექნიკურად ხო, აი ტექნიკურად ბაზარი არა. ტექნიკით მოუგო კამი მაგ, მაგრამ თავისი იმით რა ქვია, აი მესამე რაუნდი ამის მართლა მომეწონა, მაგრამ ტექნიკით ეგ ясნია კამი. ясნია კამი. მესამე რაუნდში აი ბანი აქაა სადღაც და ბანის ვეუბნები მაგ ფრაზას, რომ აი სერფინგი ვითხარ ტალღაზე, როცა ბიძზე შემოდიხარ და აი ეგ სერფინგი შენ მანახე. მესამე რაუნდში შენ იყავი უფრო იჯექი ბიძზე, უფრო ტექნიკური. იქნება კეთება, მოიცა. ხო, მოკლედ რა, თაიროსაც ძალიან მაგარი მომენტი ქონდა. კაი ფლოუ სვიჩები ქონდა, მაგრამ შენ ტექნიკურად უფრო კარგად იჯექი, უფრო კაი ფლოუები ქონდა ჩემი ხმა კამის. ოკეი. მესმის. აი ეგ თემა არის რა, მესმის. ჩემთვის გასაგებია, რატომაც მოიგო კამი. აი ვიღაცები ხო მესმის გემოვნება, მესმის ვიღაცას რაღაცა უფრო მოგწონთ, ვიღაცას ნაკლებად გემოვნების ამბავია ბაზარი არა, მაგრამ აქ იმენა მესმის კამემ რატომ მოიგო, იმიტომ რომ ბევრად უფრო ტექნიკური იყო, ტაიროს პირველ ვერსში რო არ შესლოდა ბევრი, რო უფრო მეტი ტექნიკა ეჩვენებინა, აი მან უკვე ძალიან აქ უკვე გასაგები იყო, კაი, всё, ეხა